საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულები იმ კომპანიების დირექტორები არიან, ვინც უფასო სასადილოებს პროდუქციით ამარაგებდნენ. გამოძიებით ვლინდება, რომ 3 წლის განმავლობაში კომპანიები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში მომსახურების გაწევისას არღვევდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. აყალბებდნენ მიღება ჩაბარების აქტებს. დაამგზით გამგეობიდან მიღებული 18.909.104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 3.529.000 ლარს. აღნიშნული კომპანიების მფლობელებს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის, ხოლო შეპესი ალადაშვილი და კოს თანამშრომელს დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად ჯარიმასთან ერთად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული დოკუმენტების თანახმად სუსის მიერ დაკავებული პირებისთვის თანხის ჩარიცხვაზე ისნის გამგებელი, სოციალური სამსახურის უფროსი და ყოფილი გამგებელი აწერდნენ ხელს. ამ გახმაურებულმა ფაქტმა არაერთი შეკითხვა გააჩინა, როგორ მოახერხეს კომპანიებმა ასეთი რაოდენობის თანხების მითვისება ისე, რომ ვერავინ შენიშნა. მით უფრო საუბარია არაჯეროვან მომსახურებაზე. სად იყო აუდიტის სამსახური და ამოიწურება თუ არა გამგეობის პასუხისმგებლობა მხოლოდ მიღება ჩაბარების აქტებზე ხელის მოწერით. ამ ყველაფრის გასარკვევად რამდენიმე გამგეობაში მივედით. პასუხების ნაცვლად მათ კარები ჩაგვიკეტეს. ვიძე თუ არის სამსახურში ან თავად გამგებელი ისნის ადრე გვეტყვია ხოლმე. მიღება ჩაბარების აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი ისნის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსია. სწორედ თამარ ფრუიძეა ის ადამიანი, ვინც ბენეფიციარებისთვის საკვების მიწოდების გზებზე და კომპანიებთან გადარიცხვებზეა პასუხისმგებელი. თუმცა მედიის შეკითხვებს ისიც გაურბის. მაინტერესებს თქვენ თუ იცოდით ალადაშვილის კომპანია 3 მილიონ ლარს რომ იპარავდა წლების განმავლობაში. ხელი გაქვთ მოწერილი იმ განკარგულებაზე. უფასო სასადილოების მომსახურებაში არსებულ კორუფციულ სქემაზე კახაკალაძემ მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. დედაქალაქის მოქმედი მერი ამბობს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და თავადაც არაპირებს მომხდარზე პასუხი აგოს. პასუხისმგებლობა ვისაც ეკისრება, ვინც დანაშაულს ჩაიდეს, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ყველა აგებს განუწინაშე პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობა შეიძლება საკუთაშვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, ხო? ისეთი ვითარება. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც წარსულში აწყვოში და ყველაზე მეტად კახიკალაძე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების თემით გაღიზიანდა. მედია ტყუილსა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. არა და ყველა შეკითხვა ლეგიტიმურია, რადგან მერი პოლიტიკური ფიგურაა. სამსახურები კი სადაც კორუფციის შემთხვევები გამოვლინდა მის დაქვემდებარებაშია. კონტროლი და ზედამხედველობაც გამგეობის შესაბამისი სამსახურების მოვალეობაა. სახეზეა მრავალწლიანი კონტრაქტები, გაფლანგული მილიონობით ლარი, გაყალბებული დოკუმენტები. საუბარია 3.5 მილიონ ლარზე, რაც მცირე გადაცდომა არ არის. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. არ არის საგამოძიებო უწყება. ყველა თქვენ რა გინდათ იცი? თქვენ მებრძვით მე პოლიტიკურად. ყველანაირ სიბინძურეს გადრულობთ. არა. უნდა იაზროვნოთ კითხვებს როსვათ. აზრიანი კითხვა უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოებას. დარგის ექსპერტების შეფასებით შეუძლებელია, რომ კორუფციულ სქემას მერიის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე ემუშავა. კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ სისტემის ჩამოყალიბების გამო უნდა აიღოს, რომელიც თბილისის მერიაში თავად შექმნა. სისტემაში, რომელიც მან შექმნა, არის კორუფცია და როდესაც კორუფცია არის სისტემაში, ესე იგი თავშიც არის კორუმპირებული ხელმძღვანელი. ასე რომ კახაკალაძეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მას უნდა ესმოდეს, რომ ის არის სწორედ მინიმუმ პოლიტიკურად პასუხისმგებელი სისტემის შექმნაზე, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ ყველაზე დაუცველი სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის, მათ შორის მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის საჭმლის ფული 3.500.000 ლარი მოეპარა თითქოს კერძო კომპანიას, რაც გამგეობის თანამშრომლების მინიმუმ უცოდინრობის და გულგრილობის გარეშე ვერ მოხდებოდა. პასუხისმგებლობაც სხვადასხვა დოზით, მაგრამ ყველა რგოლს მიუძღვის, იმიტომ რომ ამაზე განგაშის ზარები თავის დროზე არ შემოსხეს მათ, ვისაც ეხებოდათ, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომპანია, ბიზნეს ოპერატორი არის არაკეთილსინისიერი, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ესეთი დანაშაული.
ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის კორუფციაში მხილება ერთგვარ ყოველდღიურობად იქცა. ბოლო რამდენიმე თვეში ოცნების სუსმა და პროკურატურამ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ამხილა კორუფციაში. იქნებოდა ეს ქრთა მისაღება თუ კორუფციული გარიგების ხარჯზე ბიუჯეტის ფულის მითვისება. ოცნების მაღალჩინოსნები მხილებულები არიან ჯარის ძარცვის, აუშენებელი ბაღებისა თუ ჯარისკაცებისთვის უხარისხო საკვების მიწოდების საქმეებზეც.